რატომ არ არის თვითმფრინავზე პარაშუტი? თქვათ არის. და წარმოიდგინეთ, რომ ბორტზე არც ბავშვი, არც მოხუცი, არც ისეთი, ვისაც ფრენის ძალიან ეშინიათ არ არის. ეს ხალხი უბრალოდ ვერ გამოიყენებს პარაშუტს. მოკლედ ხარ 30 წლის ძლიერი დამოუკიდებელი ადამიანი, რაღაც მოხდა და აი ეს მომენტიც პარაშუტი ხელში გაქვს და იწყებ მოქმედებას. თვითმფრინავი დაფრინავ საათით 11 კილომეტრ სიმაღლეზე და წნევის სხვაობის გამო კარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააღებ სუპერგმირის ძალა თუ გაქვს. მოკლედ Wonder Woman სასწაული მოხდა და კარი გააღებ. გარეთ ამ სიმაღლეზე ისეთი უჟანგბადობაა, რომ პარაშუტის გარდა ჟანგბადის ბალონიც დაგჭირდება. კიდევ ერთხელ გაგიმართლა და უჟანგბადოთ არ გაიგუდე. გადმოხტი -40 გრადუსია და 800 კმ/სთ ეჯახები ჰაერს, რომელიც წამში უკან გადაგაგდებს და იმის ალბათობა, რომ თვითმფრინავის კორპუსთა ეტაკები დიდია, მაგრამ ამჯერადაც გადარჩი და უკვე ჰაერში ხარ. უკიდურესად დაბალი წნევა, სიცივე და საშინელი კარი ვერაფერს გიშვება და ხსნი პარაშუტს. ახლა მისი მართვა გიწევს. მართვის სწავლას სკაიდაივერები უამრავ დროს ანდომებენ და შენ პირველივე ცდაზე უნდა გამოგივიდეს. თუ ყველაფერი რიგზეა, შუა ოკეანეში არ დაეშვი და არც კლდეს არ ჩაეხუტე, ნამდვილი საოცრება იქნები. ხო, კინაღამ დამავიწყდა. ავიაკატასტროფების უმეტესობა დაბალ სიმაღლეზე ხდება და პარაშუტის გახსნას ვერ მოასწრებ. როგორც მიხვდი, პარაშუტს არანაირი აზრი არ აქვს და უმჯობესია შეიკრა ღვედი და მოემზადო მძიმე დაშვებისთვის. და რომ დაეშვები არ დაგავიწყდეს, გამოიწერო არხი და გაუზიარო ეს ვიდეო იმას, ვინც კითხულობს